კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობთ. ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მეორე ფრონტის საფრთხე არ არსებობს. მმართველგუნდში კი აცხადებენ, რომ საქართველოს ომში ჩართვა გლობალური ძალების რეალური მიზანი და სასურველი სცენარია. საფრთხე კი არ გაქრა, უფრო მძაფრი გახდა, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად გაძლიერდა ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას დასასრული არ უჩანს და ყველაფერი კეთდება მისი გახანგრძლივებისთვის. პრემიერის განცხადებით ვიზა ლიბერალიზაცია ახლა ევრობიუროკრატების ხელში ის ბოლო კოზირია, რომელმაც საზოგადოებაში წინა საარჩევნოდ ნებათა ხელვა უნდა გამოიწვიოს. ბრიუსელიდან ქართულ სახელმწიფოზე და ქართულ ხალხზე თავდასხმები გრძელდება და ეს თავდასხმები პირდაპირ პროპორციული არის მსოფლიოში და უკრაინაში მიმდინარე საომარ დღის წესრიგთან. ომის საფრთხე არათუ გადავიდა, არამედ აქტუალური არის როგორც არასდროს, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებიდან გამომდინარე მთლიანი დაწოლა უკრაინის ომის მხარდაჭერის კუთხით გადავიდა ევროკავშირზე და რიგი ევროპარლამენტარების თუ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე თავდასხმები და ის ულტიმატუმები, შანტაჟის ენა, რომელიც მომდინარეობს ჩვენს მიმართ, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ომში ჩართვის სურვილს. არანაირი deep state არ არსებობს, არსებობს ქართველი ხალხის მოთხოვნა, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრები, გაგრძელდეს უვიზო მიმოსვლა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კეთილდღეობა შეიქმნა საქართველოში. ევროპული კეთილდღეობა, სადაც ყველას სამოქალაქო უფლება იქნება დაცული, პოლიტიკური უფლება იქნება დაცული. სურთ რომ ჩამოიცილონ ხელისუფლება, რომელიც იცავს საზოგადოებას და ქვეყანას ომისაგან, არადა ომის საჭიროება ისევ მაღალია. თქვენ ხედავთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ვერ დასრულდა, არათუ დასრულდა, ახალი საომარი ლოკაციები დაემატა ახლო აღმოსავლეთის სახით. ამიტომ აქტუალობა ის, რომ მეორე ფრონტის ხაზი გავიდეს საქართველოს, საქართველო იქცეს მეორე უკრაინად და ის იყოს დამატებითი სისხლისმცლელი რუსეთისათვის, რომ რამენერად ის დაასუსტონ. ამისათვის გააქტიურდა შანტაჟი და შანტაჟი არაღა დღეს გამოყენებულია ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, ანუ საზოგადოება სურთ რომ დააშანტაჟონ და მიაღებინონ ის გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკურ ყევას გამოიწვევს და ხელშეუწყობს ხელისუფლების შესვლას. ხელისუფლების, რომელიც იცავს ქვეყნისა და თავად ამ საზოგადოების ინტერესებს. როდესაც საქართველოს მიმართ ბრიუსელის პრეტენზიებში ვინმე სამართლიანობის რაიმე მმართველს ეძებს, არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბრიუსელია, რომელმაც სააკაშვილის დემენცია გამოიგონა. აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს პაველს ჰერჩინსკის გასული წლის განცხადებას, სადაც ელჩი ამბობს, რომ ევროკავშირის სახელით იუსტიციის მინისტრს სააკაშვილთან დაკავშირებით დემარში გადასცა. დემარშიდან 3 თვეში კი სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. როდესაც საქართველოს მიმართ ბრიუსელის პრეტენზიებში ვინმე სამართლიანობის რაიმე მმართველს ეძებს, არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბრიუსელია, რომელმაც სააკაშვილის დემენცია გამოიგონა და დემარშებით ციხიდან მის დახსნას ცდილობდა. სანამ სტრასბურგის სასამართლომ ამ აფერას ბოლო არ მოუღო. თუმცა სტრასბურგის სასამართლომდე იყო ბრიუსელის თითქმის 2 წლიანი თავდასხმა ქართულ სასამართლოზე, პროკურატურაზე, იუსტიციის სამინისტროზე, პარლამენტზე და მთლიანად ქართულ სახელმწიფოზე. იყო ბრიუსელის მიერ დაფინანსებული NGO-ების ყალბის სამედიცინო დასკვნები და ხელისუფლება სააკაშვილს რუსეთის დავალებით კლავს კამპანიები. ზუსტად ისეთივე ყალბი და ისეთივე ბრიუსელიდან დაფინანსებული როგორც დღეს, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ და მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მსოფლიოში პირველი პაციენტი აღმოჩნდა, რომელიც დემენციისგან განიკურნა, ვინმეს ბრიუსელის ან მისი ელჩის ბოდიში მოგისმენიათ, რაიმე სინანულის მსგავსი რომ ცილს გვწამებდნენ. არა, შემდეგ ბრიუსელის მაშინდელი სიყალბის გატარებამ დღევანდელი სიყალბე წარმოშვა. მანამდე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ კატასტროფა იმისყურება, როგორი არაევროპული აღტკინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები ექსტრემიზმის დაფინანსებას. ამ შეფასებით შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი ხვადაგიანის ინტერვიუს, რომელიც გუშინ გამართულ აქციაზე ერთ-ერთ მედიასთან საუბრობს. ნაციონალური მოძრაობა დღეს ღიად აცხადებს, რომ აპირებს ხელისუფლების დამხობას, როგორც საზოგადოებას ახსოვს, რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის ელჩმა ნაციონალური მოძრაობა
მოძრაობის ამ კონკრეტულ აქტივისტს გრანტების კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე დაფინანსება გამოუღოწერს პარლამენტის სპიკერი სოციალურ ქსელში და ხვადაგიანის ინტერვიუს აზიარებს. ყოველი დღე და აი ესეთი ერთგვარი აფეთქება საზოგადოების გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის დიდი ენერგია, აი ეს წყობრი წინააღმდეგობის და გამარჯვებისკენ წყობრი სვლის განწყობა, რაც არის საზოგადოებაში, არის თავარი და გადამწყვეტი და ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ეს ადამიანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის მერვე ნომერი იყო. პარლამენტის წევრიც გახდა და ნაცმოძრაობის სხვა რადიკალებთან ერთად მანდატიც დატოვა. ნაციონალური მოძრაობა დღეს ღიად აცხადებს, რომ აპირებს ხელისუფლების დამხობას. როგორც საზოგადოებას ახსოვს, რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის ელჩმა ნაციონალური მოძრაობის ამ კონკრეტულ აქტივისტს გრანტების კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე დაფინანსება გამოუყო. თანხის მიცემის საბაბად საფრანგეთის საელჩომ ქუთაისში ტურისტული მარშრუტების დახაზვა დაასახელა. ამგვარი მარშრუტის მხაზველები შემთხვევით ხელისუფლების დამხობის, არჩევნების ჩაშლის და ქუჩის ძალადობის მონაწილენი რომ ხდებიან, ალბათ მხოლოდ შემთხვევითობაა. თუმცა სინამდვილეში ეს შემთხვევითობა იმის ნათელი მხილებაა, თუ რა სქემით ფინანსდება საქართველოში ექსტრემიზმი. ზუსტად ეს სქემები ამხილა ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ და შეწყვიტა სხვა ქვეყნების არევის დაფინანსება. და მართლაც კატასტროფა იმის ხურება, თუ როგორი არაევროპული აღდგინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას. ამ პოსტის ბოლოს ვფიქრობდი საფრანგეთის ელჩისთვის მიმემართა. წუთით წარმოედგინა რა მოხდებოდა საქართველოს საელჩოს, რომ საფრანგეთში დაეფინანსებინა ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების დამხობის და არჩევნების ჩაშლის გეგმებს აწყობენ. ვიცი რომ შეძლებს წარმოდგენას, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორ დასკვნას გამოიტანს. ამიტომ არ მივმართავ. უბრალოდ ჩვენთვის ვიცოდეთ, ეს ექსტრემიზმია, ხოლო იმას, ვინც ექსტრემიზმს აფინანსებს, ქართველი ხალხისთვის კარგი არ უნდა. ობამას ადმინისტრაციამ 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის ნარატივის შექმნის მიზნით სადაზვერვო ინფორმაცია გააყალბა. ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა გაასაჯაროვა დოკუმენტები, რომლებიც მისი თქმით მოიცავს დამაჯერებელ მტკიცებულებებს, თუ როგორ მოამზადეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჰილარი კლინტონის დამარცხების შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა ტრამპისა და რუსეთის შესაძლო კავშირის ხანგრძლივი გამოძიების საფუძველი. გაბარდი ამბობს, რომ ობამამ ეს დიპ სტეითის დავალებით გააკეთა სკანდალურ ინფორმაციას დონალდ ტრამპის სოციალური ქსელით გამოეხმაურა და ბარაკ ობამა თაღლითობაში დაადანაშაულა. ულოცავ ტულსი გაბარდს ასე გააგრძელა დაწერა ტრამპმა. გაბარდმა მოპოვებული მტკიცებულებები კი გამოძიებისთვის იუსტიციის სამინისტროს უკვე გადაუგზავნა. საკითხი, რომელსაც მე ვაყენებ, პარტიული არ არის. ის ეხება ყველა ამერიკელს. ჩვენს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია მკაფიოდ აჩვენებს, რომ 2016 წელს ჩვენი მთავრობის უმაღლესი დონის ოფიციალურმა პირებმა ჩაიდინეს ღალატი სტოლის შეთქმულება. მათი მიზანი იყო ამერიკელი ხალხის ნების შელახვა და პრეზიდენტის მიერ ხალხის მანდატის შესრულების დაბრკოლება, რაც ფაქტობრივად წლების განმავლობაში მიმდინარე გადატრიალებას უტოლდებოდა. მათი ძალაუფლების ასეთი თავხედური ბოროტად გამოყენება და კონსტიტუციის ღია ყოფა ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკის საფუძვლებსა და მთლიანობას ემუქრება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერები არიან. ყველა პირის საქმე, ვინც ამ შეთქმულებაში მონაწილეობდა, უნდა გამოიძიონ და უმაღლეს დონეზე გაასამართლონ, რათა მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდეს. ამერიკელი ხალხის რწმენა და ნდობა ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის მომავალი სწორედ ამაზეა დამოკიდებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია სასაზღვრო გამტარ პუნქტ დარიალზე რუსეთის ფედერაციიდან მომავალი პირების შესახებ, რომლებიც ითხოვენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტები და აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები. ტექსტში ნათქვამია, რომ პირთა უმრავლესობას აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებული არიან არაერთ გზის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. ამასთან ისინი თავადვე აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიდნენ სასჯელს ჩადენილი დანაშაულებისთვის. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ, თუმცა ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება მათ სამშობლოში.
ჩვენ მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები. საზღვაო გზით დაბრუნებაზე უკრაინული მხარე ჯერჯერობით თავს იკავებს და ამ დრომდე მათი გაყვანის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია. თუმცა ამ პირთა სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების მექანიზმზე შეჯერებასთან, მათ შორის მათი საჰაერო გზით გადაყვანასთან დაკავშირებით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ერთობლივი კონსულტაციები. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინული მხარე დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში დარიალზე დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან მიმავალი პირები ითხოვენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით და აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები. ამჟამად 80-მდე ასეთი პირი იმყოფება საქართველოს საზღვარზე, რომელთა დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს დაიცვას უსაფრთხოება და მართლწესრიგი. არ დაუშვას ქვეყანაში ისეთი პირები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან მოსახლეობის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს. ყველა სახელმწიფო უწყება კომპეტენციის ფარგლებში იღებს საჭირო ზომებს, რათა დროულად მოხდეს ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების საკუთარ სამშობლოში დაბრუნება და დაცული იქნას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი განათლებისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. ირაკლი კობახიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები ბავშვებს გაესაუბრნენ და მათ ვახშამზე უმასპინძლეს. ბანაკი 30 ივნისიდან დღევანდელი დღის ჩათვლით უკრაინელი ბავშვების ორ ნაკადს მასპინძლობს, რომელთა შორის უკრაინის სამხედრო ძალების მოსამსახურეთა და ომში დაღუპულ მებრძოლთა შვილები არიან. უკრაინელი მოსწავლეები 2 კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ, მათთვის ასევე ტარდება ექსკურსიები თბილისში, სიღნაღსა და ბოდბეში. მთავრობის გადაწყვეტილებით და კონკრეტული სამინისტროების ჩართულობით ხორციელდება უკრაინელი ჯარისკაცების შვილების მოწვევა საქართველოში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მორალური მხარდაჭერა გამოუავლინოთ ჩვენი უკრაინელი თანამოძმეების მიმართ, განსაკუთრებით მომავალი მოზარდი თაობის მიმართ და შევუქმნათ ისეთი გარემო, რომელიც მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ნაწილობრივ მაინც იმ სტრესს და იმ დაძაბულობას შეუმსუბუქებს. 600-მდე ბავშვმა ისარგებლა ამ შეთავაზებით, რასაც ქართული მხარე აკეთებს უკრაინელი ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ჟესტი ერთგვარად იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ომისგან მიღებული ტრამპით არიან და რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. რომ ზაფხულის დღეები გაატარონ მშვიდ გარემოში საქართველოში და მიიღონ ის სითბო, რაც მათ ძალიან ჭირდებათ ომის პირობებში. მე ვარ ოდესის ოლქიდან, ჩვენ კმაყოფილები და მადლიერები ვართ იმით, რომ საქართველო მოგვიწვია. აქ ძალიან მშვიდი გარემოა, რაც ჩვენთვის ძალიან დასაფასებელია. ბანაკში ყველაფერი ძალიან მოგწონს. ვთამაშობთ და კარგად ვერთობით. მადლობა თქვენს ქვეყანას, რომ ასეთი დახმარება გაგვიწია. უკრაინაში კი ომი გრძელდება. რუსეთმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, დაღუპულია 2 ადამიანი. თავდასხმა სინელნიკოსკის რაიონზე განხორციელდა დანგრეული ამბულატორია, სკოლა და კულტურის დაწესებულება. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა კერძო სახლები, დაიწვა ავტომობილები, საბრძოლო მოქმედებების ფონზე კი ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი რუსულ მხარეს მომდევნო კვირას მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვას თავაზობს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს იმასაც, რომ ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება მხოლოდ პირველი პირების შეხვედრის შედეგად არის შესაძლებელი. დრონები თავდასხმის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობაში აჩერა. ინფორმაციას რუსული მხარე ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის 9 რეგიონის და შავი ზღვის აკვატორიის თავზე 93 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 19 მოსკოვის ოლქში. მათივე ინფორმაციით ჩამოგდებული დრონებიდან 16 დედაქალაქისკენ მიემართებოდა. არასდროს დავთანხმდები, რომ კუთვნილ დაფინანსებას მხოლოდ მაშინ გვაძლევდნენ, თუ ბრიუსელის ომის, მიგრაციისა და გენდერული თანასწორობის პოლიტიკას დავემორჩილებით. აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის 2028-34 წლის ბიუჯეტს, რადგან ის უნგრელების ფულის უკრაინელებისთვის მიცემას ითვალისწინებს და უნგრელ ფერმერებს დააზარალებს.
პოლონეთის 80-ზე მეტ ქალაქში იმიგრაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტები ლიეტუვასთან, უკრაინასთან, ბელარუსსა და სლოვაკეთთან საზღვრების ჩაკეტვას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ჯარისკაცებმა მაქსიმალური ზომები უნდა მიიღონ მათ მიმართ, ვინც საზღვრის უკანონოდ გადალახვა შეეცდება. პოლონეთის რამდენიმე ქალაქში იმიგრაციის მომხრეთა აქციებიც გაიმართა. ირანი და ევროპის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყანა უმასპინძლებს მომავალ მოლაპარაკებებს, ჯერ არ არის საბოლოოდ მიღებული. ირანული მედიის ინფორმაციით, მანამდე ირანი განიხილავდა ევროკავშირის 3 ქვეყნის მოთხოვნას ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების განახლების და სანქციების მოხსნის შესახებ. პოლიციამ აჭარაში ადევნების, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების, ასევე მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით მასთან ურთიერთობის შეწყვეტით გაღიზიანებული ბრალდებული დაზარალებულ ქალს სისტემატიურად უთვალთვალებდა. ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, როგორც პირადად, ასევე მობილური ტელეფონის საშუალებით. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალის დამცირებისა და შეურაცხყოფის მიზნით მისივე პერსონალური მონაცემების გამოყენებით სოციალურ ქსელში ვებგვერდები შექმნა, რომელთა მეშვეობითაც ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს და დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას ეწეოდა. საგამოძიებო უწყების ცნობით ბრალდებული დაემუქრა დაზარალებულის ოჯახის წევრებსაც, დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეწყობით დაფინანსებული ობიექტები დაათვალიერა, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის დევნილთა ბიზნეს ინიციატივების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში ხორციელდება. მთავრობის თავმჯდომარე ობიექტების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას პირადად გაეცნო და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე ისაუბრა. მოვინახულეთ ის ობიექტი, რომელსაც დაახლოებით 15,000 ლარის ინვენტარი და აღჭურვილობა გადავეცით და შესაბამისად ამან ხელი შეუწყო კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ჩვენი დევნილი მეწარმეების მცირე საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აფხაზეთის მთავრობას უდიდესი მხარდაჭერისთვის. განვითარდით, წინ წავედით, ბიზნესი უფრო მდგრადი და განვითარებული გახდა. ზაფხულის ფესტივალი ქობულეთში ცენტრალური პარკის საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებითა ამორთული. ღონისძიება კოსტიუმირებული მსვლელობი და დრამების შოუთი გაიხსნა. უკვე 1 საათია დაიწყო მუსიკალური პროგრამა, სადაც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ზაფხულის ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მოსიარულე ორკესტრთან ერთად გაიმართება კოსტიუმირებული მსვლელობა ზღვის პერსონაჟების მონაწილეობით. მოედანზე გათავსდება კვების ობიექტები, კვების სივრცეები იქნება, ასევე ინსტალაციები, საზაფხულო თემატიკით და დეკორაციები, ასევე საბავშვო აქტივობები იქნება, ხოლო კონცერტს რაც შეეხება, დაიწყება საღამოს 19 საათზე. ძალიან მრავალფეროვანია მონაწილეთა რაოდენობა. გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში საოკუპაციო ხაზთან 2 კილომეტრში სპორტული ბაზის კახის კლუბის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობა, უძველესი ხალხური თამაშის აჯილდაუქვა, შეჯიბრება ძალოსნობაში, რეკორდების დღე, ადგილობრივი და მოწვეული ხელოვანების კონცერტი გაიმართა. კახის კლუბი ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა კახი კახიაშვილმა დააფუძნა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა 3 წლის წინ საფუძველი ჩაუყარა ბაზის მშენებლობას და ამ დროისთვის მზადაა 2 დარბაზი. საშხაპეები და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა. ღონისძიებას დაესწროს სპორტის მინისტრიც. მადლობა მინდა გადაუხადო მას ამ პროექტისთვის, იმ ბავშვების ემოციებისთვის, რომელიც თითოეული ნახეთ ახლა აქ და იმ მომავალი ჩემპიონებისთვის, რომელიც დაწუნებულია რომ ამ კლუბში გაიზრდებიან. ამ დარბაზიდან ახლა მომავალში საქართველო იზეიმებს დიდ ჩემპიონებს. ძალოსნობის მშენებლობის ფედერაციის რანგში გაკეთებული მაქვს 44 დარბაზი და სულ წუხდი რომ ჩემს მშობლიურ სოფელში და ჩემს მშობლიურ კუთხეში ვერ მოვახერხე სხვადასხვა მიზეზების გამო კი მქონდა საუბრები. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი სახსრებით თავიდან ბოლომდე შემეძინა ეს ნაკვეთი, ეს შენობები და გადამეკეთა სპორტულ დარბაზად. 3 წელი ზედიზედ ვართ საუკეთესოები საქართველოს მასშტაბში, ყავს 15 წლიანებში ჩემპიონები და პრიზიორები და გადავდივართ ასაკობრივ სხვა ჯგუფებში და ჩემი ოცნება არის რომ ცხინვალიდანაც იარონ ბავშვებმა
სხვადასხვა ეროვნებისა და მიიღოთ მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებზე. აქ დავდივარ ყოველდღიურად, იმიტომ რომ ლაშა და კახიაშვილისგან ავიღე მაგალითი, რომ გახდნენ ჩემპიონები და მინდა რომ მეც გავხდე მათნაირი ჩემპიონი. ორი დღე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატამდე 135 ქვეყნის 1205 სპორტსმენი მთელი მსოფლიოდან და მათ შორის 25 მოფარიკავე საქართველოდან. თბილისი არენა ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. უკვე ცნობილია საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების შემადგენლობაც მასშტაბური ტურნირისთვის კი ახალ სპორტის სასახლეში აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ძალიან დიდი სამუშაო შესრულდა, მიდის უკვე დასრულებისკენ. აღნიშნული დარბაზი უნდა იყოს მზად 23 რიცხვისთვის და დრო გვაქვს. არის პატარ-პატარა ხარვიზები, რასაც გამოვასწორებთ საერთაშორისო ფედერაციას ენდად მუშაობთ უწყვეტ რეჟიმში და ვფიქრობ, რომ ლამასანახაობას ნახავს საზოგადოება აღნიშნული ჩემპიონატის მიმდინარეობისას. მოთხოვნები არის ძალიან მკაცრი. იმიტომ რომ პარიზის ოლიმპიადის შემდეგ პირველი მსოფლიო ჩემპიონატია და ეფექტური უნდა იყოს ეს ჩემპიონატი. მთავრობასთან ერთად მუშაობ და ვფიქრობთ, რომ საუკეთესოდ წარვდგებით მსოფლიოს წინაშე. ნამდვილად უკვე 1000-მდე მეტმა სპორტსმენმა გაიარა ეს მარკის შემოწმება, იარაღის შემოწმება და ყველა დადებითად უყურებს ამ ჩემპიონატს. საქართველოს ნაკრები წყალბურთში ასპარეზობას წარმატებით განაგრძობს უნივერსიადაზე 35-5 გერმანიაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ჩილეს ნაკრები მნიშვნელოვანი შედეგი დაამარცხა. ერთი დღით ადრე გაიმართა შეხვედრა კორეასთანაც, სადაც საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ასევე დამაჯერებლად 29-7 გაიმარჯვა. უნივერსიადა 2025 გერმანიის რამდენიმე ქალაქში ტარდება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაში. წყალბურთელებთან ერთად ქართველი მოცურავეები და წყალში მხტომელებიც მონაწილეობენ. საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა მოცურავე ლაშა მინდიაშვილმა. საქართველოს საუნივერსიტეტო ნაკრები ვართ ჩამოსულები უნივერსიტეტის ჩემპიონატზე გერმანიაში, სადაც ჯგუფში გვყავს იტალია, სამხრეთ კორეა და ჩილე. აქედან ჩილეს და სამხრეთ კორეას უკვე მოუგეთ, დავამარცხეთ დიდი ანგარიშით, ხოლო ზეგ 21-ში გვაქვს იტალიასთან თამაში, რომელიც გადაწყვიტავს, ეს თამაში გადაწყვიტავს, რომელი გავა გუნდში პირველ ადგილას. გუნდში არის კარგი სიტუაცია, ყველა მოტივირებულია და ვცდილობთ, რომ მაქსიმუმად კარგად ვითამაშოთ და კარგი შედეგი დავდოთ. მადლობას გიხდით ყველას მის გულში მატკივრად. ჯგუფურ ეტაპზე ჩავატარეთ ორი მატჩი ჩილეს და სამხრეთ კორეის ნაკრებთან. ორივე ნაკრებს დამაჯერებლად მოუგეთ. შემდეგი თამაში დაგვრჩა იტალიის ნაკრებთან. მე-16 პენიტენციური დაწესებულების ჯავრდებულების მონაწილეობით კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში სპექტაკლი ლამანჩელი გაიმართა. რეჟისურა, მუსიკალური და მხატვრული გაფორმება თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით კომედიური ჟანრის ერთმოქმედებიან სპექტაკლში, რომელშიც 13 მსჯავრდებული და 3 პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობს. სიუჟეტი პენიტენციურ დაწესებულებაში ვითარდება და ასახავს მსჯავრდებულთა ძალისხმევა საკუთარი თავის ხელახლა აღმოსაჩენად. მთავარი გზავნილი კი არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს დაშვებული შეცდომების მიუხედავად შეუძლია ცხოვრების ახლიდან დაწყება. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ემოციური გარემოებაა, რომ მსახიობთა უდიდესი ნაწილი იყო მე-16 პენიტენციური დაწესებულების ჯავრდებულები. ეს განხორციელდა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ამ საგრანტო პროექტში მონაწილეობდა. ეს არის მათთვის ძალიან დიდი, ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა პენიტენციური სამსახურის მხრიდან, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, რომ ამ ადამიანებმა მოახდინონ რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია. განსაკუთრებით დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს საპატრიარქოს და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მის უწმინდესობას და უმდარესობას ილია მეორეს მჯავრდებულთათვის გადაცემული მადლობის სიგელებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემთვის, როგორც ჩემი საყვარელი საქმის კეთების, ასევე მჯავრდებულებისთვის, რომლებიც საერთოდ პირველად გამოვიდნენ სცენაზე. აი ეს მღელვარება, ის ემოცია, ის სიხარული, ის ცნემლია, ის ბედნიერება, თავის იმდენად ბევრი იყო ყველაფერი, რომ სიტყვებით არ ყოფნის სამ ყველაფრისთვის. ვარ ძალიან აღიარებული, ახლა დამთავრდა პრემიერა, ვარ ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ აი ეს არაჩვეულებრივი ადამიანები. აი შევედი, გავიცანი, შევხედე, მღერიან, ცეკვავენ, გაჩნდა იდეა, რომ ლამანჩელი მუსიკალი გაგვეკეთებინა. შედგა სპექტაკლი, არიან ძალიან ნიჭიერები და უკვე 2 დღეა დაიწყეს, რომ არ ჩამოხვალთ რა.
იქნათ. მე კიდე რა გამაჩერებს უამრავი გეგმები მაქვს მათთან მიმართებაში. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. თქვენ წინ გელოდებათ კურიერი პიესის უსტად 9 საათზე. მე კი გემშვიდობებით. ნახვამდის.